ეხლა ვიმყოფებით გარდაბნის რაიონში, ნაციონალური მოძრაობის შტაბთან. სადაც თქვენ თვითონაც ხედავთ, რომ უამრავი ხალხი არის შეკრებილი გარდაბნის გამგებლის კანდიდატობის ბესიკ ახაბრიშვილის ხარდასაჭერად. არჩევნებამდე სულ რაღაც ერთი დღე არის დარჩენილი. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, თუ ქართული ოცნება არ გააყალბებს არჩევნებს, აუცილებლად გაიმარჯვებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ბესიკ ახაბრიშვილი და არჩევნები სამართლიანად ჩატარდება. ქართულმა ოცნებამ მთელ საქართველოში ისე როგორც გარდაბანში ვერ შეასრულა ვერც ერთი დაპირება, მან პრაქტიკულად მოატყუა მთელი მოსახლეობა და მათ უნდა იცოდნენ, რომ ისინი ტოვებენ ხელისუფლებას და ამის პირველი ნიშნები იქნება გარდაბანში და гарდабани მისცემს პირველ сигналს ამისას. Нормально. Надеемся, выиграем. Когда Саакашвили был, люди все работали, безработицы не было. Сейчас везде безработица. Сейчас вот заезжаешь на Озорло, Часолот, поселки, да? Газ вечером отрезают, днем газ отрезают, люди страдают. Людям деньги нужны, работа нужна. Сейчас только богачи живут, нищие страдают. Народ пусть нас тоже посмотрит, да? Людей пожалеет. Как вы думаете, как закончится? Надеемся, 5 номер выиграет. თავისუფალი ზონა და ჩვენი მხარდამჭერები ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხვალინდელი არჩევნები ჩატარდეს სრულად 7 ვითარებაში, არ მივუცეთ მათ გაყალბების საშუალება. შესაბამისად, თუ ივანიშვილის მთავრობა არ გააყალბებს არჩევნებს, დარწმუნებულები ვართ, რომ არჩევნები ჩაივლის მშვიდ გარემოში და დარწმუნებულები ვართ, რომ ბესო ახაბრიშვილი არჩევნებს მოიგებს და საბოლოოდ ეს იქნება ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხების დასაწყისი.